მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენს წინაშეა გადაცემა ამბები ღმერთსა და ადამიანებზე, მე კი მისი წამყვანი თამარ ცქიდიშვილი ვარ. მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე და ბავშვებსაც ვეუბნები, რომ ადამიანი მეთქი არის ერთი სიტყვა. ღმერთმაც აი ამ სიტყვით შექმნილ სამყაროში რაღაცა სიტყვად გაგვაჩინა ჩვენს, რაღაცა ერთი სიტყვა და ეს სიტყვა აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, ამოვიცნოთ, ამოვიკითხოთ საკუთარი თავები, რა სიტყვები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა და რწმენა თანამედროვე თაობისთვის, იმიტომ რომ თუ არაფრის რწმენა არ გაქვს ადამიანს, აი რაღაცის აუცილებლად უნდა გჯეროდეს და მაგრამ ეს რაღაცაც ძალიან ასეთ ვთქვათ პირობითია, იმიტომ რომ რისიც გწამს შენ იმის გჯერა, ხო და შენ იმან უნდა გადაგარჩინოს და აი ღვთის გარეშე ეს არ ხდება, ხო? აი ღმერთი გაძლევს იმ მადლს, იმ ენერგიას, ხო, თავის ენერგიას, რითიც მე შენ შეიძლება რომ გადარჩენ. ერთ-ერთ ბერძენ პოეტს აქვს ასეთი პატარა ლექსია, რომ ფანჯრებს მიღმაო წვიმაა და წვიმის მიღმა ღმერთიო და აი ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში დაინახავენ, ხო, საწყისი ეწებონ, ფიქრი შეძლონ, ფიქრი აზროვნება მიეჩვიონ ამას და ნუ აზროვნება კი ყველა შეგვიძლია, მაგრამ აი უფრო ფიქრიანები და ღრმა ადამიანები გაიზარდნენ, რომ ყველაფრის საწყისი, მაინც ყველაფრის ღმერთია და აი ის ამოიკითხონ, ის იცნონ ყველა საგანში და ყველა ადამიანში. პირველი შეხვედრა ყოველთვის ასე ვთქვათ წიგნზე მაქვს ხოლმე რა და ესეთი უკავშირი ძალიან საინტერესო წამოვიდა ბავშვებისგან, რომ ძალიან ეხლა ხო ვიცოდითო, რომ წიგნი ადამიანის მეგობარიაო, მაგრამ აიო თუ სულიერიც იყო არ ვიცოდითო და აი შენი გაკვეთილიდან ეხლა გავიგეთ, რომ წიგნით სულიერიაო და არა მარტო წიგნზე ყველაფერზე ვცდილობ ხოლმე, რომ აი სულიერად მიუდგნენ ყველაფერს, იმიტომ რომ იმაში ღმერთის ხელი ხო ურევია, რა თქმა უნდა და ადამიანის ხელი ხო ურევია, იქ სულიერია იმ გავგებთქოთ, სკამით სულიერია, იმიტომ რომ სანამ შენამდე მოვიდა ადამიანმა იზრუნა, იწვალა, გააკეთა, ხო და აი ესე რაღაცნაირად ვფიქრობ ხოლმე, რომ რაც უფრო გასულიერდება სამყარო, უფრო ადვილი იქნება ადამიანისთვის ცხოვრება. ძალიან ახლოს უნდა იყოს თანამედროვე ბავშვებთან და იმ გამოწვევებთან და იმ პრობლემებთან და თუნდაც სიხარულებთან და ინტერესებთან, რაც თანამედროვე ბავშვებს აქვთ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ იქნები საინტერესო მათთვის და ძალიან დიდი უფსკრული გაჩნდება შენსა და ბავშვებს შორის და უბრალოდ ვერ გაგიგებენ, არ წაგიკითხავენ, არ მოგისმენენ, განსაკუთრებით ეხლა თანამედროვე ბავშვები უფრო მეტად მოაზროვნეები არიან, უფრო მეტად საინტერესო ადამიანები არიან და ამიტომ შენც მათ ინტერესებს უნდა აღყვე, ასე ვთქვათ და აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რაც მათ აინტერესებთ. აი მაგალითად ზღაპრები როგორ შეიქმნა, იცით, სკოლაში ვასწავლიდი მაგ პერიოდში და აი რაღაცა პრობლემას, რასაც ვხედავდი ბავშვებს შორის, ან პატარა კონფლიქტი იყო, ან ვიღაც თხუპნია იყო, ან ვიღაცას ცუდი სიტყვა უთხრა, ან რაღაცა ისეთი რა პრობლემაც დავინახე, იმის მიხედვით ვიგონებდი ამ ზღაპრებს და ვუყვებოდი ბავშვებს. იცით რატომ? აი, როდესაც რაღაცა საინტერესოდ გადასცემ ამბავს, უფრო გისმენენ, ვიდრე შენიშვნა რო უთხრა. ბავშვობიდან წერდი ლექსებს და უფრო ალბათ, როდესაც უფრო მეტად შემოქმედი ადამიანი ხარ და ფიქრიანი, ძალიან ისეთი ფიქრი ძალიან მიყვარდა ხოლმე. ხუმრობით მეძახდნენ ხოლმე სახლში, რომ ფიქრია ხარო, შენი სახელი უნდა იყოს ფიქრია. ყველაფერზე ვფიქრობდი და ბებიაც მეუბნებოდა ხოლმე, რომ ყველაფერს ნუ უღრმავდები და ნუ ფიქრდები. უფრო მიამიტები და ტკივილიანები ვიყავით, მე ესე ვფიქრობ, ჩემი თაობის ბავშვები და გულუბრყვილოები ძალიან და ადვილად
ადვილად ვტყუვდებოდით შეიძლება, ადვილად ვიჯერებდით და ასევე არ ვიყავით თავნებები. ალბათ უფრო თვინიერები ვიყავით, რა იმშობელი უფროსის მოსმენა და შეიძლება არ იყო მისაღები, მისი აზრი, მაგრამ ვერ გაუბედავებიც ვიყავით რაღაცნაირად, ვერ ვბედავდით, რომ ჩვენ რაღაცა შევწინააღმდეგებოდით, ხო, უფრო თვინიერად, უფრო რაღაცა თავმდაბლობით რაღაც იღებდი იმ შენიშვნასაც და პედაგოგისგანაც და მშობლებისგანაც და სხვა უფროსი ადამიანებისგან. ერთხელ ლექსი ვისწავლე ძალიან კარგად და ეს ახლა ერთ-ერთ ნაწარმოებშია შეტანილი. ლექსი ვისწავლე ძალიან კარგად, მაგრამ მასწავლებელმა წინადად გაგვაფრთხილა, რომ შემოვიდო და სასწავლო ნაწილი დამსწრეთ და იმდენად განვიცადე, რომ კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. ხა ფრიადოსანი არ ვიყავი, მაგრამ ცუდი მოსწავლეც არ ყოფილა. ხა კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი და მასწავლებელმა მითხრა, რომ ეს დაწყებით კლასებში ხდება და მასწავლებელმა მითხრა, რომ მე შენ გამოგიძახებო და ეს ლექსიო თან ლექსებს ძალიან მიყვარდა პოეზია და ბავშვობიდან ძალიან კარგად ვსწავლობდი ხო და დამავიწყდა და იმდენად ვინერვიულე რომ დამავიწყდა და ოქტომბრელი ვიყავი მაშინ და ეს ისე სასაცილოდ აღვწერე მე და სახალისოდ ერთ-ერთ მინიატურაში რომ ეს ლენინის ეს პრიალა თავი მეთქი ეს ოქტომბრელის ნიშანი და დიდ ასეთ ფორმატზე სახატავის რვეულზე უბრალოდ დამიწერა ფლომასტრით დიდი ორიანი დამკიდა ამ ლენინის თავი აქ ბელადი და აქ დიდი ორიანი მკიდია და მითხრა რომ მთელი დღის განმავლობაში ეს არ უნდა მოიხსნა და ეს აი წარმოიდგინეთ ალბათ მესამე კლასში ვიყავი დაახლოებით და რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმა იყო ჩემთვის რომ დღემდე მახსოვს 50 წელს უკავკუნებდა დღემდე მახსოვს ეს ტკივილი და იმდენს ვტიროდი და ეს ცრემლები მომდიოდა და ეწვეთებოდა ხან ლენინის თავს და ხან იმას რა ქვია ამ დახატულ ორიანს ბავშვი აუცილებლად უნდა გავათამამოთ იმიტომ რომ ცხოვრება იმდენად რთულია იმდენად სასტიკია და არავინ არ ვიცით კიდე მომავალში ვის რა ცხოვრება ელის და ბავშვობაში აუცილებლად უნდა იყვნენ გალაღებულები მე მაგალითად მასწავლებელს ვერ უბედავდი რომ როგორ გავუბედავდით რომ ახლოს მივსულიყავით კი არა და არა ამ ქვეყნიური არსება გვეგონა ბავშვობაში მასწავლებელი და იცით რა ერთხელ აუწევია ბავშვს თქვა გაკვეთილზე ხელი და უთქვამს რომ შეიძლება ჩაგეხუტოთ და ერთი იყო ეთყობა სუნა მომოსწონდა ჩემ შეიძლება გისუნოთ და კი მეუთხარებოდი და დედა სუნი გაკო ის პირველ კლასელი იყო პატარა და ეთყობა დედის სუნა მოსმია მგვანა ან რაღაც და პირველ კლასელს ხო ძალიან უჭირთ და ეხლა მე მეცინებოდა რომ მე ამას გაუბედავდი რომ მასწავლებელი შეიძლება გისუნოთ აი სიყვარული სადაც არის და თან გრძნობენ ყველაფერს არაჩვეულებრივად გრძნობენ და როდესაც შენ გიყვარს შენი საქმე და როდესაც შენ გიყვარს ბავშვი ეს სულაც არ არის მერე დანის ალესილ პირზე სიარული სიყვარული ყველაფერს ისე კარგად ალაგებს რომ არც ითავხედეში გადადის არაფერი და ყველაფერი საზღვრების ფარგლებშია ფიქრი უნდა ასწავლო მიაჩვიო ფიქრს მეორე რაც არის ეს არის პასუხისმგებლობა უნდა განუვითარდეთ აუცილებლად ეს უნარიც ყველას გვაქვს მაგრამ უნდა განვითარდეს და მეტად უფრო პასუხისმგებლიანები უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ემპათიის გრძნობა ემპათიურები უნდა იყვნენ აუცილებლად ეტყოდი ბავშვებს რომ აი ის ბავშვი, რომელიც ჩვენში ცოცხლობს, ის მიამიტი, ის სისუფთავე და ის წრფელი, რაც გვაქვს. და ბავშვობაში ამას ყველანი ვატარებთ, ძალიან სუფთები და მართლები ვართ ბავშვობაში. აი ეს ბავშვი გადაარჩინონ რამდენი წლისაც გახდებიან. მე ძალიან მჯერა მათი. მე მჯერა რომ და ოღონდ თან მეწოდებიან. იმიტომ რომ აი ასეთ დიდ პასუხისმგებლობას ვკიდევთ და ეთა მათ პატარა მხრებზე ასეთ მძიმე უღელს ვადგამთ და ასეთ მძიმე ჯვარს ვაძლევთ. ჩვენ არაფერი არ გვჭირს საიმისო რომ საქართველოს თავჩაღუნული იყოს და ვიღაცა თითს გვიქნევდეს და მე ვფიქრობ რომ აი ამ სოფლიო ქაოსსა და ორომტრიალში გადაგვარჩენს ისევ სულიერება, რაც უფრო მეტად ქართველი ადამიანი მიტრიალდება ღვთისკენ, ხო, აი უფრო მეტად ეშველება საქართველოს. ვისურვებდი რომ მოვესწრო საქართველოს გაერთიანებას და აი ჩვენს თაობას მე მაგალითად სოხუმში არ ვარ ნამყოფი და ეს ბედიის მონასტერი და სხვადასხვა ისინი ხო არა გვაქვს ხო ისა
ნანახი და მოლოცვილი და იქაური ზღვა ხო და იქაური ცა არ შეგვიხედავს და ვინატრებდი რომ შემსრულებოდა ეს სურვილი და მოსწრებულიყავი თუ ჩასული თუ ერთ ჩავალ ყოველ შემთხვევაში და ძალიან ღრმად მოხუცებული ვიქნები ჩვენი მომავალი თაობა მაინც შეესწროს. ოღონდ ჩემს სიცოცხლეში გავიგო რომ რაღაცნაირად გაერთიანდა, ერთ მუჭად შეიკვრა, რაღაც ერთად რაღაცა ისე დგას ჩვენი ქვეყანა მყარად ფეხზე. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მოღვაწეობის სხვადასხვა გზას ირჩევდნენ. სალოსობა ერთ-ერთი განსაკუთრებული, გამორჩეული და რთულად შესასრულებელი ღვაწლია, რომელიც ადამიანებს უტვირთავთ. საეკლესიო სწავლების მიხედვით სალოსობა აღმოსავლურ ქრისტიანულ ეკლესიებში ჩაისახა. სალოსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად სულელს, შეშლილს ნიშნავს. ამ ღვაწლის მტვირთველი ადამიანები სულელის ან უზნეო ადამიანის სახეს საკუთარი სურვილით მოირგებდნენ ხოლმე და ყველანაირ დამცირებასა თუ დაცინვას მადლიერებით იღებდნენ. ადრეულ ქრისტიანულ ხანაში პირველ მესამე საუკუნეებში ასე ვთქვათ აშკარა მაგალითები არ ხვდება სალოსობისა. როდესაც შეწყდა ასეთ ვისი დევნა ქრისტიანობისა და როცა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად უკვე ქრისტიანობა, უკვე სალოსობა როგორც უმკაცრესი ფორმა ასკეზისა, ესე იგი უკვე ჩამოყალიბდა ეკლესიაში. ეკლესიის წიაღში და პირველ რიგში ის ებრძვის ეკლესიაში არსებულ სიამაყეს და გარეგნულ ღვთისმოსაობას. ადამიანი, რომელიც საკუთარი ნებით იღებს სულელის სახეს, ანუ ნეფსით ისულელებს თავს, ამ ადამიანს სურს, რომ ამ პარტავნება დათრგუნოს და ღვთისადიდებლად იცხოვროს. ესე იგი, ამგვარი ცხოვრების წესით, ასეთი ადამიანები უარს ამბობენ პატივზე, მაგრამ ისინი იმყოფებიან დაფარულ ღვაწლში. როგორ უნდა გავარჩიოთ დღეს ნამდვილი სალოსობა, მოჩვენებით პროფანაციისაგან, სალოსობის პროფანაციისაგან, იმიტომ რომ დღეს არის სამწუხაროდ ამის პრობლემა საზოგადოებაში. ხშირ შემთხვევაში დღეს ადამიანი მიტყვის რომ მე ფეხში შორი დავიწყებ სიარულს, მე დასაცმელს დახეულ დასაცმელს ჩავიცვამ, წარმოვთქვამ რაღაც სიტყვებს და იდეებს, რომელსაც შემდეგ წინასწარმეტყველურ სახეს მივცემ და ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ სალოსი მეწოდოს. ასე არ არის სინამდვილეში ამის გვამიდა. თუ ეს ადამიანი მასწავლის იმას, რომ როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ არ განვიკითხო სხვები. როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ ვაპატიო სხვებს, ოღონდ ეს პატიობა იყოს ნამდვილი. აი როგორ უნდა ვიცხოვრო ისე, რომ მოვინანიო წოდვები, მაგრამ ეს მარტო სინანული კი არ იყოს, არამედ შემდეგ შევძლო გამოვიღო ნაყოფი სინანულისა. აი ამ ყველაფერს საერთოდ მცირე ჩამონათვალი გავაკეთეთ, ხო? თუ ეს ადამიანი მასწავლის მართლა. რა თქმა უნდა, ჩემთვის მამაც იქნება, მოძღვარიც იქნება და ყველაფერი იქნება ჩემთვის, იქნება ღვთისგან გამოგზავნილი. მაგრამ თუ ეს ადამიანი მე მეტყვის იმას, რომ მე ამოვიცნობ მაგალითად შენი ოჯახის წევრის ჩადენილ საქმეებს, ან მაგალითად მეზობელს ვინ მოპარა რაღაც ძვირფასი ნივთი, ან მაგალითად ვინმის გაუკეთა ჯადო, ან რაღაცა მაგალითად რამაფერის ავტომანქანას იყიდი შენი მეზობელი 13 დღის შემდეგ. ეს მე რაში მარგია, რაში არგია ჩემს სულიერ განვითარებას. თუ მაპაუნინებს ეს ადამიანი სამეუფო გზას, მაშინ რა თქმა უნდა ის ჩემთვის ქრისტესთვის სალოციც იქნება, წმინდანიც იქნება და იქნება ყველაფერი საუკეთესო, რაც შეიძლება ადამიანის შესახებ ვთქვათ და მოღვაწის შესახებ. მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ რამდენიმე სალოსის ცხოვრებაა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი წმინდა ანდრია სალოსია. იგი მე-9 საუკუნეში დაიბადა და შავი ზღვის ჩრდილოეთით ცხოვრობდა. ანდრია წარმოშობით სკვითი იყო. იმხანად კონსტანტინოპოლში ერთი წარჩინებული კაცი, სახელად თეოგნოსტი ცხოვრობდა. ერთხელ მას ახალი მონები მიუყვანეს. მათ შორის იყო ჭაბუკი ანდრიაც, რომელიც გონიერებითა და სიკეთით ყველასგან გამოირჩეოდა. ბატონმა ბიჭი საკუთარი შვილივით შეიყვარა. თეოგნისტი მოიხიბლა ანდრიას გონიერებითა და კეთილზნით. მოხიბლა მისმა პიროვნებამ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისთვის როგორმე შეესწავლა წმინდა წერილი და ბერძნული ენა. ამიტომ მიაბარა ყოველდღე ამის სასწავლებლად
ანდრია სალოსი. ანდრიამაც გამოიჩინა შრომის მოყვარეობა, გულისხმიერება, სწავლის მოყვარეობა, მალე შეისწავლა წერა-კითხვა და გულმოდგინედ კითხულობდა წიგნებს, დადიოდა ტაძარში, ესწრებოდა ღვთისმსახურებას და ლოცულობდა. ჭაბუკი ანდრია თავის ობლობას და სამშობლოსგან სიშორეს ლოცვით განიქარვებდა. განსაკუთრებულად წმიდანთა ცხოვრების კითხვა უყვარდა. უნდოდა ისეთი ღვაწლი ეტვირთა, რითაც უფალს სამუდამოდ თავს მიუძღვნიდა. ერთხელ ღამით ანდრიამ საკვირველი ჩვენება იხილა. მან ანგელოზებისა და ეშმაკების ლაშქარი დაინახა. ამ დროს ზეცაში გამოჩნდა ჭაბუკი, რომელსაც ხელში 3 გვირგვინი ეჭირა. მან ანდრიას ასე მიმართა: შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, ქრისტესთვის სალოსობა იტვირთე და სასუფეველის კარი შენთვის გაიღება. ჭაბუკს გამოეღვიძა და მიხვდა, რომ უფალი სალოსობის ურთულესი გზისკენ უხმობდა. ახლა ისმის კითხვა, რომ რატომ ირჩევენ მაინც სულიერი ცხოვრების ამგვარ სახეს, ხომ სალოსები, ხო სხვა სახეც მოსაგრეობისა. სიამოვნებაში ადამიანი როდესაც ცდილობს, რომ მიაღწიოს შინაგან სრულყოფილებას, რა თქმა უნდა ის აცნობიერებს პირველ რიგში იმას, რომ ამისათვის მან ამ პარტავნება უნდა დათრგუნოს, იმიტომ რომ ამ პარტავნება არის ცოდვათა დედა. და როდესაც სალოსი ნეფსით სულიერი სახეს იღებს, იგი ამ შემთხვევაში თავიდან იცინებს საზოგადოების ქებას, დიდებას, მიწიერ პატივს. ამასთან ერთად ის თავს იდებს ლანძღვას, დაცინვას და შეურაცხყოფას. ანუ ყოველდღიურად ცდილობს, რომ არ აღმოჩნდეს ბოროტის მიერ დაგებულ იმ ხაფანგში, რასაც ამ პარტავნება ქვია. და რაც აღნიშნეთ, რომ არის ცოდვის დედა, მოღვაწე ამ დროს უარს ამბობს საზოგადოებრივ სტატუსზე და გამუდმებით ებრძვის საკუთარ თავს, ებრძვის საკუთარ ეგოს. წმინდა ანდრიამ უფლის მოწოდება სიხარულით მიიღო და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. იგი შემოფლეთილი ტანის სამოსით ქუჩაში დადიოდა და ხალხს თავს სულელად აჩვენებდა. ეს ამბავი თეოგნოსტიმაც შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ ანდრია ძალიან უყვარდა, მაინც შეიპყრო, ხელები ბორკილებით შეუკრა და წმინდა ანასტასიას ტაძარში გამოჰკეტა. ტაძარში ყოფნის დროს დღისით ანდრია თავს გიჟად აჩვენებდა ხალხს, ხოლო მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ ლოცულობდა. გავიდა 4 თვე, თეოგნოსტი დარწმუნდა იმაში, რომ ანდრიას უკვე არაფერი ეშოლებოდა, ვერ განიკურნებოდა და ბრძანა მისი გათავისუფლება როგორც შეშლილის. გაათავისუფლეს და ანებეს თავი, რის შემდეგაც შიმშილი, სიცივე, დაცინვა იქცა უკვე მისი ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად. აი ეს საშინელი ხვედრი, ეს ცხოვრების წესი თავსიდო წმინდა ანდრიამ დადიოდა დახეული ტანსაცმლით, ღამეს ქუჩაში ატარებდა და რა თქმა უნდა ყველაფერი მას მოთმინებით იტანდა, ადამიანები მუდმივად ამცირებდნენ მას, ლანძღავდნენ, სცემდნენ. ანდრია კი თავისი შეურაცხმყოფელებისათვის ლოცულობდა. ესე იგი, როდესაც ადამიანს თევნიან, ამცირებენ, სცემენ, ის თავისი შეურაცხმყოფელებისათვის ლოცულობს. და რა თქმა უნდა, ამით ის ემსგავსება ჩვენს მაცხოვარს იესო ქრისტეს. და თუ ვინმე რამე წყალობის მსგავს გაიღებდა, ან რაიმეს შეეცოდებოდა ვინმეს, ყველა ერთარი ადამიანი ხო არ არის, არსებობენ ადამიანები, რომელსაც ეცოდებოდათ ეს წმინდანი და თუ ვინმე წყალობას გაიღებდა მისთვის, ის ადგებოდა და ამ ნაწყალობებს ფარულად, ასე ვთქვათ, ურიგებდა გლახაკებს. და ასეთ საოცარ ღვაწლისათვის, ასეთ საოცარი დამსახურებისათვის ანდრია უფლისაგან დაჯილდოვდა წინასწარმეტყველების ნიჭით. გარდა ამისა, მას შეეძლო წაიკითხა ადამიანის ფარული აზრები და განეჭვრიტა ადამიანების ცოდვები. წმინდა ანდრიას მხოლოდ ერთი მოწაფე ეპიფანე ჰყავდა. თავის გულის ნადებს, ფიქრებს და წუხილს მხოლოდ მას უზიარებდა. ერთხელ კვირადღეს ისინი ვლაქერნის ტაძარში მსახურებას ესწრებოდნენ, როცა სასწაულებრივი ხილვის ღირსნი გახდნენ. ანდრიამ და ეპიფანემ საკურთხეველში ცხადად დაინახეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოანე ნათლისმცემელთან, იოანე ღვთისმეტყველთან და ანგელოზთა დასთან ერთად. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი მარგალიტებიანი საბურველი ტაძარში შეკრებილ მლოცველებს გადააფარა.
ამ სასწაულის აღსანიშნავად მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული დაწესდა. ერთხელ ანდრიამ დაინახა, რომ ერთ-ერთ მდიდარ მიცვალებულს მიჰყვებოდა დიდებული პროცესია, ძალიან ბევრი ხალხი, მაგრამ ამ დროს საშინელი ეშმაკები საშინად ტანჯავდნენ და გვემდნენ მის სულს. ეს ყველაფერი დაინახა სულიერი თვალით, რა თქმა უნდა, წმინდა ანდრიამ, ამით უფრო მამას აუწყა და ამით შემდეგ მისი ცხოვრებიდან გამომდინარე ჩვენს გვეუწყა. თითოეულ ადამიანს, ვინც ამას კითხულობს, რომ გარეგნული დიდება და სიმდიდრე არაფერია ღმერთის წინაშე. ანდრიას სალოსის ცხოვრებაში აღწერილია ის შემთხვევა, რომ მან იხილა 60. აღაფრთოვანდა 60-ის ბრწყინვალებით, წმინდანების, ანგელოზების, ასევე იხილა ჯოჯოხეთი და მოწმე გახდა ცოდვილთა საშინელი ტანჯვისა. წმინდა ანდრია ცოდვებში ჩაფლულ ადამიანებს ამხელდა და მათ გადარჩენას ცდილობდა. ქალაქში ერთი ვერცხლის მოყვარე ბერი ცხოვრობდა. იგი მატერიალური კეთილდღეობის მოსახვეჭად სულიერ შვილებს იყენებდა. მათგან შესაწირის გაღებას ითხოვდა და ქონებას ასე აგროვებდა. წმინდა ანდრია ბერის გამო ძალიან წუხდა. ამიტომ მასთან მივიდა და სიყვარულით დაელაპარაკა. შენ ღვთისმოყვარე კაცი, როგორ დაემორჩილე ვერცხლის მოყვარეობის ეშმაკს. ნუ თუ გსურს სიძუნწემ დაღუპოს. მაშინ როცა სხვები შიმშილით, სიცივით იხოცებიან, შენ ოქროს ცხერით გასცხრები. განა ამგვარია მონაზონთა კანონი. რა რჯული გაძლევს ნებას განუგზავნელად იცხოვრო. გევედრები, გავნაწილე შენი ქონება ქრივობლებს, გლახაკებს, მწირებს. შეეცადე ისევ უფლის მეგობარი გახდე და ღვთის ზალა შემუსრავს ეშმაკს შენს ფეხქვეშ. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ვერცხლის მოყვარე ბერს სულიერი თვალი აეხილა და სინანულით აღივსო. ბერმა შეინანა და თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, მოინანია და გადარჩა, განიკორნა სულიერად. აქ შემთხვევით, რომ ის ამხილა წმინდა ანდრია. საერთოდ ამ მოსაგრეობის, ამ სალოსობის ერთ-ერთი მიმართულებაც არის სწორედ ის ხილება ადამიანების, ხილება ამასოფლის ძლიერთა. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი, ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანს საზოგადოება გიჟად მიიჩნევს, აი უკეთ ადამიანები თითქოს უფრო მარტივად ამხელენ ამ დროს ამასოფლის ძლიერებს. საზოგადოება ხომ ვერ ბედავს მასზე ცუდის ხმას. ისინი ამბობენ და მათ ცოდვებს წარმოაჩენენ და ამხელენ. ესეც არის, ასე ვთქვათ, მიზეზი და ერთ-ერთი შედეგი, თუ შეიძლება ითქვას, ამგვარი ცხოვრების წესისა. რომ ისინი დაუფარავად ამხელენ ყველას. რომლის მხელა საზოგადოება, ასე ვთქვათ, ვერ ბედავს. წმინდა ანდრია სალოსმა საკუთარი გარდაცვალების დრო წინასწარ იცოდა. იგი საყვარელ მოწაფეს ეპიფანეს გამოეთხოვა და ასეთი ანდერძი დაუტოვა. ჰე შვილო ჩემო, გონდეს ღვთის შიში და გიყვარდეს მთელი გულით. წმინდათა სახსენებელს აღასრულებდე და ლოცვას ყოფდე ყოველთა ქრისტიანეთათვის. წმინდა ანდრია სალოსი 66 წლის ასაკში 926 წელს გარდაიცვალა. შეიძლება მის ცხოვრებას, წყაროებს, ამსახველს მისი ცხოვრებისას, რა თქმა უნდა, არსებობს ჰაგიოგრაფიული ტექსტი მისი ცხოვრების ამსახველი და ავტორად მიჩნეული არის ვინმე ნიკიფორე, რომელიც საკუთარ თავს თვლის კონსტანტინოპოლის ტაძრის მღვდლად. და იგი არის ანდრიას მოწაფის ეპიფანეს მეგობარი, რომელსაც აღწერა მისი ცხოვრება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანდრიას ცხოვრება დაიწერა ბიზანტიაში მე-10 საუკუნის შუა წლებში, დაახლოებით 950-იან წლებს გულისხმობენ. ანდრია სალოსის ცხოვრება არის ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი. და სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ძეგლიც. და სწორედ ამ ტექსტის წყალობით გახდა ანდრია სალოსი მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახალხო წმინდანი და მისი ქართული თარგმანები გვხვდება მე-13 და მე-14 საუკუნეების ხელნაწერ კრებულებში. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია სალოს ძველი სტილით 2, ახალი სტილით კი 15 ოქტომბერს მოიხსენიებს.
ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით. დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებზე ნახვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში. გემშვიდობებით.